გამსახურდია რომ გამოდიოდა და ის აგენტია გენეცველი. ის ენის მიტანი იყო გენეცველი, კგბ-ის აგენტია. საიდან მოქონდა ეს ინფორმაცია? და ამ დროს რასაც ამბობდა, ყველაფერს სწორს ამბობდა. საიდან მოქონდა ეს ინფორმაცია? თუ სწორს ამბობდა, არქივებს ნახულობდა ესე? არა. მეგეთო საიდან მოქონდა. ეს იყო 1991 წელს მე ვიყავი გენპროკურორის პირველი მომადგილე. კურირებდი უშიშროებას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა ძალის მიერ, მათ შორის გამოძიებას რესპუბლიკის ფარგლებში. და მაგან დამიძახა რა, მითხრა რომ გენეცველი ყველა აგენტისია უნდა მომიდანო. მე ვთქვი მე საიდან გაზო მე არა მაქვს მაგასთან დოსო. შენ კურირებ მაგას და კეთილნება და მოიდანეო. მაგას ვერ დაელაპარაკებოდი. წამოვედი დაუძახე ალასანიას. ალასანია იყო პირველი განყოფილება იყო. აჯელ აგენტურნ არქივნი ადილას ერქვა. მამი ალასანია მაგარი კაცი იყო. ამის მამა ირაკის. არაჩვეულებრივი ჩემი ძმა კაცი იყო. მოხარე უნდა მოიტანო, მოხარე სია გვინდა შენ სურველი ვარ ახარო. მაგსია უზე არ შეიძლება კონფიდენციალური იქროკორა. აგენტის საქმე შედგება ორი ნაწილისაგან. ერთი არის სამუშაო საქმე, რომელსაც ეცნობა პროკურორი. სამუშაო საქმე და არის მაგალითად ვიღაცამ რა თქვა შენზე, ჩემზე ინფორმაცია რა. მაგრამ მეორე საქმე არის, სადაც არის პირადული მონაცემები. ამის თქმა უკვე შეიძლება, იმიტომ რომ ეს რო გახმაურდეს, იმას შეიძლება თავი მოჭრან, მოკლან ელემენტარულად. ანუ რა მოყვება ქეიცი ახლა რომ ის გახმაურდება. არა, ამიტომ მე ვთხარი, მე ვიცი რომ არა, მაგრამ ეს ჩემი არ არის. მე ვთხარი პოლიციაში მუშაობ ეგარ შინაგან საქმეთა სამინისტროში 27 წელი, ამის მეტი რა ვიცი, მაგრამ ჩემი არ ვთხარი და ავიღე ტელეფონი 427, 429. დიდი მთავრობის ტელეფონი იყო გამსახურდია ზეპირად მახსოვს. ავკრებე 429 ბატონო ზვიად გისმენ ჩემთან არის მამი ალასანია თქვენ დავალება მე გადავეცი არჯელა ჩემ და დაილაპარაკე და მივეცი მამიას ტელეფონი მამია გაშრა გენაცვალი რასაც გეტყვის გვარამია კეთილინებდა და შეასრულებთ დაადო მამიამ დროა და გაშტერებული თვალები რა ვქნა მე ახლა და ეს საქმე არ არის აქაოს აიღეს უყოლა მაგათი არქივი იყო სმოლენსკში მოსკოვში პროდარბის უშრობის სამინისტრო თუ გახსოვთ არ გახსოვთ თუ გახსოვთ კი რა გამიგია ყოველ შემთხვევაში მე ბავშვი ანგრიაზა და ჩამოვიდნენ მოსკოველები და წაიღეს იქ არის მითხრა რა ჩამოვიტანო იქ მაგრამ მაგას რა უნდა იციო არ ვიცი მეთქი ჩასვლა უნდაო და 20 ბოთლი კონიაკი მითხრა 40 მოხსენ არა მითხრა მე შენი 40 ბოთლი და 20 ლათ მინდა მე ამას იმიტომ გეუბნები რომ გაჩვენო რა დონემდე დაეცა უშიშროების სამინისტრო იმიტომ გეუბნები რა კონიაკი ვისუნდა წავიდა მამია არა სია მომეციო ვისი გინდაო და ოშენ პრინციპში ეს სია პარლამენტის ყველა წევრი, ყველა პრეფექტები იყვნენ, ყველა მინისტრი, ყველა ხელმძღვანელი მუშაკები, ყველა ესენი ესეა. მახსოვს ვინც სია მომცა, სამი სია, ის სამი იმაში აღმოჩნდა შემდეგ. გვარები არ უნდა დავასახელო. თუ გინდა ისე გეტყვი მერე და სამში გინდა აღმოჩნდა. წავიდა მამია. ჩამოიტანა ეს სია და ბეჭდილი მომხდა და არ მოვაქ. გავიგე ჩამოვიდა მამია და ვთქარ მამია დაურეკე შენ ჩამოდი ჩამოვედია მე რა ვიზამალებ ვთქარ კეთილნე ამოდი ჩემთან ახლა მეთქი თანამდებობით უფროსი ვარ ამოვიდა და მომიტანა გადავხედე ამ სიას სკელისია ერთი 10% თავში 10% ბოლოში და შუაში გადავხედე დავკაცე მე ვთქარ მე არ მინდა ნახო იმდენი ჩემი ახლობელი იმდენი ჩემი ნაცნობი იმდენი პარლამენტის წევრი იმდენი ვიღაცები ვნახა მე არ მინდოდა ეს მენახა და დაურეკე გამსახურდიას მე ვთქვარ ბატონო მამია ჩამოვიდა და გამოუშვი ჩემთან განაცვალებო და წავიდა მე იმის შემდეგ სი არ მენახია ანუ რაც იდეაში სწორი ინფორმაცია ქონდა ვიზეც ამბობდა აბსოლუტურად აქედან იყო